ტექნიკური დახმარების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. სახელმწიფო პროგრამას ახალი მიზნობრიობა, კერძოდ უცხოელი კონსულტანტების მომსახურების თანადაფინანსება დაემატა. რა იყო პროგრამაში ცვლილებების წინაპირობა და რა შედეგებზეა გათვლილი? დეტალებს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან გიორგი ავალიანთან გავარკვევთ. მოგესალმებით ბატონო გიორგი, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუდიაში მობრძანებისთვის. დიდი მადლობა თქვენ თემით დაინტერესებისთვის. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა თქვენით, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის სამინისტროს ინიციატივით სოფლის განვითარების სააგენტო უკვე წლებია ახორციელებს სოფლად მხარდაჭერ პროგრამებს. ღირებულებათა ჯაჭვის აბსოლუტურად ყველა კომპონენტში მონაწილეობთ, ეს იქნება პირველადი წარმოება, გადამამუშავებელი, შემნახველი და მათ შორის ტექნიკური დახმარება. გვაქვს უკვე შედეგები, მაგალითად ბაღების ნაწილში 24,000 ჰექტარზე მეტი გაშენდა, შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების მიმართულებით 285 საწარმოზე მეტი დაფინანსდა და გაკეთდა. საკმაოდ დიდია სახელმწიფოს წილი თანადაფინანსების და გქონდა ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომელიც გულისხმობს და გავაგრძელეთ სურსათმსუნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში თანადაფინანსება, ეს იქნება ISO 22000 თუ პირველად წარმოებაში Global Gap-ი. ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური შეხვედრები მინისტრის, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობით სხვა რეგიონში. წამოვიდა ინიციატივა, რომ საჭიროება გაჩნდა იმისა, რომ ყოფილიყო. ხო, აი ბატონო გიორგი, საინტერესოა, რა იყო წინაპირობა, რომ ტექნიკური დახმარების ცვლილება გაგენხორციელებიათ და ასევე გვაინტერესებს, როდის და რა პირობებით ამოქმედდება ცხადია პროგრამა. პროგრამა ამოქმედება ხვალიდან, უკვე შესაბამის ასოციაციებს და კოოპერატივებს. ეს პროგრამა არის ასოციაციებისთვის და კოოპერატივებისთვის. მოდი დავარქვათ ამას კოლექტიური სარგებელი. ჩვენ გვინდა რომ ასევე ინსტიტუციურადაც სწორად მიუდგეთ და ბევრმა ადამიანმა შეძლოს, რომ აღნიშნული სარგებელი მიიღოს სახელმწიფოსგან. ინიციატივა წამოვიდა ფერმერებისგან. ჩვენ ბატონი დავით სონღულაშვილის ჩართულობით ძალიან აქტიურად ვართ რეგიონებში წარმოდგენილები, დავდივართ შეხვედრებზე, ვისმენთ მათ პოზიციებს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც გამოვლინდა ამ შეხვედრების დროს, იყო განათლება და განათლების შესაბამისი განათლების ჩამოტანა სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებიდან. დავამუშავეთ აღნიშნული ინიციატივა, ვაქციეთ პროგრამაც და ხვალინდელი დღიდან უკვე შეეძლებათ შესაბამის ასოციაციებს, დარგობრივ ასოციაციებს და კოოპერატივებს, რომ მიიღონ მონაწილეობა პროგრამაში. რას გულისხმობს პროგრამა? ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ერთი რაც აღნიშნე ასოციაციები და კოოპერატივები და გქონოდა ასევე გარკვეული კრიტერიუმები თუ ვის ვაძლევთ აღნიშნულ თანადაფინანსებას. ეს ვრცელდება მხოლოდ მრავალწლოვანი ჯერჯერობით საპილოტეა პროგრამა, ვრცელდება მხოლოდ მრავალწლოვანი ბაღების მფლობელ ასოციაციებზე და კოოპერატივებზე, ერთწლოვანი ბაღების კოოპერატივებზე და ასოციაციებზე და სამაცივრო ინფრასტრუქტურის მქონე ასოციაციებზე და კოოპერატივებზე. მაგალითისთვის თქვენ თუ ხართ ლურჯი მოცვის წარმოებელი, ხართ ასოციაცია, გსურთ რომ თანადაფინანსება მიიღოთ, შეგვიძლიათ მობრძანდეთ, უნდა გაგაჩნდეთ არანაკლებ საზოგადოებას რომ აუხსნათ, როგორ შეიძლება ჩაერთონ ამ პროგრამაში და მიიღონ მონაწილეობა. თქვენ უნდა გაგაჩნდეთ მრავალწლოვანი ბაღების შემთხვევაში არანაკლებ 50 ჰექტარი მიწის ფართობი. თქვენ უნდა გყავდეთ ასოციაციაში არანაკლებ 10 წევრი. თქვენთანვე შეგიძლიათ, ასე ვთქვათ, ასოციაცია შეუძლიათ მოიწვიონ ნებისმიერი უცხოელი ექსპერტი, რომელიც უნდათ რომ ჩამოიყვანონ. ჩვენი თანადაფინანსება იქნება 30,000 ლარი მრავალწლოვანი ბაღების მიმართულებით. ტექნიკური დახმარებითაც შეუძლიათ რომ ისარგებლონ. აქ გვაქვს თანადაფინანსება 10,000 ლარი. ერთ წლოვანზე ვიფიქრეთ, რომ ერთი წელი გაყოლა საკმარისი არ იქნებოდა და გვაქვს ოფცია, რომ შეუძლიათ რომ მეორე წელსაც ისარგებლონ. ოღონდ საკუთრო ნაკლები თანადაფინანსება იქნება, მაგალითად პირველ წელს თუ არის 70% და არა უმეტეს 30,000 ლარი, მეორე წელს იქნება 50% და არა უმეტეს 22,500 ლარი და შესაბამისად არის სამაცივრო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, თუ პირველ წელს გვაქვს 70%-იანი თანადაფინანსება და 10,000 ლარი, მეორე წელს გვექნება 50% და 7,500 ლარი. ბაზარზე ასევე მოვიკვლიეთ ის სავარაუდო საშუალო ფასები თუ რა ჯდება უცხოელი აგროკონსულტანტის ჩამოყვანა ქვეყანაში და აქედან გამომდინარე შედგა ის თანადაფინანსების მექანიზმი, რაც გაკეთდა. ფიქრობ, რომ დაინტერესება ძალიან მაღალი იქნება, საპილოტეთ უყურებთ ამას და გვინდა და გვაქვს სურვილი, რომ სხვა დარგებითაც გავაფართოთ. გვაინტერესებს როგორი მოქმედებს თვითონ ფერმერები და რამდენად გამოიყენებენ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ აღნიშნულ აგროკონსულტანტს აქვს ვალდებულება, რომ ჩაატაროს ტრეინინგი. ანუ ჩვენ გვინდა, რომ ერთის მხრივ დაეხმარება ამ ასოციაციას, მაგრამ მეორეს მხრივ ჩაატაროს ტრეინინგი არანაკლებ 20 ადამიანზე, რომელზეც დაესწრება მათ შორის სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურები. ჩვენ გვინდა, რომ ცოდნა დავტოვოთ ქვეყანაში. ჩვენ გვინდა, რომ შესაბამისად აღჭურვოთ
განათლებით აღჭურვილთ ადამიანები და არ გქონდეს მომავალში იმისი საჭიროება, რომ უცხოეთიდან მოვიწვიოთ შესაბამისი ადამიანები და ადგილზე ყავდნენ გადამზადებული, მოძლიერებული ადამიანები, რომლებიც შეძლებენ რომ შესაბამისი ცოდნა გქონდეთ და გაუწიონ დახმარება სხვადასხვა დარგებს. თქვენ აღნიშნეთ, რომ ელოდებით ფერმერების აქტიურ ჩართულობას, ხო? მათი ცნობიერების ამაღლების მხრივ რაიმე ღონისძიება თუ ჩაატარეთ და მე მაინტერესებს ეს პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება თუ კონკრეტულად რომელიმე რეგიონი იქნება გამოყოფილი? პროგრამა ვრცელდება აბსოლუტურად მთელი ქვეყნის მასშტაბით. მეცაც გეტყვით, არა მარტო ჩავატარეთ, ჩვენ გქონდა ძალიან აქტიური შეხვედრები ასოციაციების და კოოპერატივების წარმომადგენლებთან, მოვისმინეთ მათი პოზიცია, თუ რა მიმართულებით ფიქრობდნენ და როგორ უნდათ თქვა ხარდამჭერი მექანიზმი რო შექმნილიყო სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ არ გვჯერა იმის, რომ კაბინეტში შეიძლება პროგრამა დამუშავდეს ორი ფალსტუხიანი ადამიანის მიერ, ჩვენ გვჯერა იმის, რომ რეგიონებში უნდა გავიდეთ, ველაპარაკოთ ფერმერებს. კი, შეიძლება ეს პოლიტიკა ითქვას თუ არა, რომ ეს პროგრამა სწორედ მათგან იყო ნაკარნახები. თამამად და ძალიან მიხარია რომ ესეთი აქტიურობა თვითონ ფერმერების მხრიდან და ჩვენი პოლიტიკაც ამ შემთხვევაში და სამინისტროს პოლიტიკაც არის ის რომ მეტად გავიდეთ რეგიონებში, მეტად ველაპარაკოთ ხალხს და მეტად მოусმინოთ იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რაც მათ გააჩნიათ. ეს პროგრამა ნამდვილად 100%-ით ინიციატივა მოდის უშუალოდ ფერმერებისგან, ასოციაციებისგან და ძალიან მიხარია, რომ კარგი პრეცედენტია იმის, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ვითანამშრომლოთ და ეს ვაქციოთ უკვე კონკრეტულ ხარდამჭერ მექანიზმად. დიახ. გიორგი, აგროსასურსათო პროდუქციის ადგილობრივი მწარმოებლები საერთაშორისო ბაზრებზე ცოდნის ცნობიერების სათანადო არქონის გამო ისინი პროდუქციის რეალიზაციაში გარკვეულ პრობლემებს აწყდებიან. სააგენტოს უშუალოდ თქვენი ხელმძღვანელობით აქტიურად ხართ ჩართული ამ პრობლემის მოგვარებაში. მოდით უფრო დეტალურად გითხარით, რა კეთდება იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემა გადაიჭრას. ისევ და ისევ რითიც დავიწყე, მინდა ამ ნაწილს მოვაყოლო, ჩვენ აბსოლუტურად ძალიან ბევრი მხარდამჭერი მექანიზმი გვაქვს იმისი, რომ ფერმერი მოძლიერდეს კონკრეტულ ეტაპამდე მივიდეს, რომ შესაძლებლობა ჰქონდეს საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე გაიტანოს. იგივე ბაღის ნაწილში, გაშენების ნაწილში, გადამუშავების და შენახული საწარმო შექმნის ნაწილში, სურსათმცემლობის სტანდარტების დანერგვის ნაწილში, შესაბამისი ცოდნის ჩამოტანის ნაწილში და მნიშვნელოვანი იყო, რომ შეგვექმნა, ასე ვთქვათ, ხარდამჭერი მექანიზმი, რომლითაც საშუალებას მივცემდით ქართულ მეწარმეებს, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ბაზარზე წარმოედგინათ თავიანთი პროდუქცია. ჩვენ წლის განმავლობაში დაახლოებით ვატარებთ 8-9 საერთაშორისო გამოფენაში ვიღებთ მონაწილეობას. 50-მდე ქართულ კომპანია ყოველწლიურად სარგებლობს აღნიშნული სერვისით. მათ უწევთ მხოლოდ თავიანთი ბილეთის ფულის ყიდვა და სასტუმროს ხარჯების ანაზღაურება. სხვა მხრივ სოფლის განვითარების სააგენტო ფარავს აბსოლუტურად ყველა ხარჯს, რაც არის გამოფენასთან დაკავშირებული. 2025 წლის შედეგები გვეცოდინება წლის ბოლოს და 2024 წელს რაც შეეხება აი რომ დავკონკრეტებთ, სად იყო წარმოდგენილი ქართული კულტურის პავილიონები. იმ ვაცნობიერებთ რა, რომ ჩვენ არა ვართ ისეთი მდიდარი ქვეყანა, რომ აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში წავიდეთ და წარმოვადგინოთ ჩვენი პროდუქცია. ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ის კონკრეტული ადგილები და გამოფენები, სადაც ვიღებთ მონაწილეობას. ჩვენ ვართ წარმოდგენილი ევროკავშირის ტერიტორიაზე, სპარსეთის ყურის ქვეყნებში, იაპონიაში, ამერიკაში. გსურს რომ გავფართოვდეთ ჩინეთში ვართ წარმოდგენილები და კიდევ გსურს რომ ბაზარი იმდენად დიდია, რომ გვინდა რომ გავფართოვდეთ და დაემატოს სხვა გამოფენებიც. ასევე ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს უკვე შუა დერეფნის მხრივ შუა აზიის ქვეყნები და ამ მიმართულებითაც სოფლის განვითარების სააგენტო მომავალ წელს ახლებურად იქნება წარმოდგენილი. შარშან მაგალითად ჩვენის მხრიდან დაიხარჯა 2 მილიონი ლარი და კომპანიებმა რომელმაც მიიღეს გამოფენებში მონაწილეობა დაახლოებით 10 მილიონი დოლარის ექსპორტი განახორციელეს სხვადასხვა ქვეყნებში. კი, საინტერესოა, ამას ხო თავის მიზანი აქვს ამ ღონისძიებებში მიიღებას, რა უკუგებას იღებს, რა დახმარებას იღებს თავად. აი ზუსტად რაც აღნიშნე, აი ესე წმინდა უკუგებით თუ შევხედავთ სახელმწიფომ დახარჯა 2 მილიონი და ლარი და მიიღო 10 მილიონი დოლარის ექსპორტი სხვადასხვა გამოფენიდან, თან უნდა გვესმოდეს ის, რომ ეს ხო ერთჯერადად არ არის გრძელვადიანი თანამშრომლობაა და მეორე მხრივაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ შეიძლება კომპანიამ საერთოდ არ განახორციელოს ექსპორტი, მაგრამ გაიგოს რა ტენდენციებია, გაიცნოს ის პარტნიორები ადგილზე, ვისთანაც ექნება მომავალში ურთიერთობა, გადმოიღოს ის სტანდარტები, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქცია
მოხდეს ჩვენი ძალიან კარგი ხარისხიანი პროდუქცია მოხდეს სხვადასხვა საერთაშორისო ბაზარზე და მგონია რომ ძალიან სწორი ნაბიჯები იდგმება ბოლო წლების განმავლობაში იმისთვის რომ ქართულმა კომპანიებმა მოახდინონ ექსპორტის დივერსიფიკაცია, გავზარდოთ ექსპორტი ქვეყანაში და ყველანი მოწადინებული ვართ რომ ეს კურსი გაგრძელდეს. გიორგი, საერთოდ ჯამში რომ თქვათ როგორი არის კერძო სექტორის და სახელმწიფოს თანამშრომლობა, რამდენად მარტივია? ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ მათ მოусმინოთ, გავითვალისწინოთ მათი რჩევები. ჩვენ არ გვაქვს ჩაკეტილი კარი იმისთვის რომ არ მოვისმინოთ იგივე თქვათ გამოწვევების შესახებ რაც არსებობს დარგში. ძალიან თავისუფლად ვართ ამ მიმართულებით. გსურს რომ ის ნაბიჯები გადავდგათ, რაც გამოიწვევს ზოგადად სოფლის მეურნეობის სხვა დონეზე და უკეთეს დონეზე გადასვლას. სულ მარტივ მაგალითს გეტყვით, ჩვენ ორშაბათს ვაპირებთ პროგრამა დანერგემომავალი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროგრამა, აღმოსავლური პროგრამის კიდევ ერთხელ გაშვებას. გავითვალისწინეთ ასევე ფერმერების რჩევები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მაგალითად, თუ ლიმიტი გქონდა 250,000 ლარი 0.5-დან 50 ჰექტრამდე იყო და ლიმიტი იყო დაახლოებით 250,000 ლარი, ახლა იქნება 500,000 ლარი. ლურჯი მოცვის წარმოებლებისთვის გვესმის, რომ 1 ჰექტარზე შეიძლება უფრო მეტი ჯდებოდეს წარმოება და გაიზარდა ლიმიტი და 750,000 ლარი იქნება. ასევე დავინახეთ ისიც, რომ გქონდა 10%-იანი თანადაფინანსება სეტყვის საწინააღმდეგობადებზე. ნახეთ ტენდენცია, რომ წლების განმავლობაში ბენეფიციარები არ იყვნენ და არ იყო საკმარისი აღნიშნული თანადაფინანსება და გაიზარდა 10-დან 30%-მდე და იქნება უმეტეს 750,000 ლარი და მგონია რომ ეს ყველაფერი და ეს ყველა ნაბიჯი რასაც ჩვენ ვაკეთებთ სრულად სინქრონიზებულია ფერმერებთან, მათ განვითარებასთან და ვფიქრობ ძალიან კარგი შედეგები გვექნება. დაგეთანხმებით, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მოგწონებისთვის. თან ინფოზე, როდესაც სულ მალე დაიწყება პროგრამა დანერგემომავალი, რომლებსაც ფერმერების და ადგილობრივი მწარმოებლებიც სულ მოუთქმელად ელოდებიან. მადლობა გიორგი სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებთ. სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ავალიანი იყო ჩვენი სტუმარი.